საღამოშვიდობის როგორ ხართ როგორ გიკითხოთ სიცხისგან გათანგულები ვართ გამოთაყვანებული ვარ სიცხისგან მოიტანი რა უწია ეს სადა შოკოლადი სიცხისგან ვარ ხალხო გამოთაყვანებული ვეღარ ვაძრონები ეს გემრიელია ესა შეჭამელი პლომბირის გემო ორი კარგად უნიავებს ჭამე ხალხო მაგრა ცხელა აღარ შეგვიძლია სულ თქვა ნამდვილად წეგან გადასულები ვიყავით იქით ცენტრისკენ და ვაი მოსულას რაღაცა ღრუბელია ცოტა მაგრამ დაიხუთა იცი წინ გამოთაყვანებულები დადის ხალხი ყველა ენა გადმოგდებული არის იქ გაით და წეგან ლიბერში ისე ჩვენ კი ხცივა უშიგნიო და ტემპერატურა მომატებულია იმისი ხქვია რა ვიცი მე რო შევედი კი კარგად მესი ამოვრა რა ზამთარში არ არის ხოლმე ეგეთი სიცივე გარეთ აუ ჯობია რა გიორგი ამ სიცხეს იცი რა არის სიცივეში ჩაიცვან და არ შეგცილდება ხო და ამ სიცხეში გიორგი ერთი აშვევი რა ქვია გახდილი ხო არის მართლა სულ გახდილია რომ მაინც ქცივა და ცხელა აზრი აქ მაგას რა ვიცი და ელემენტარული ჰაერი არ არის არაფერი არ მოქმედებს და ზამთარში ჰაერი მაინც არის და ცოტა რაღაცა იმაშვები რა ქვია რა ქვია იმას აშვები რა ქვია სუნთქვა გაქვს ხო რაღაცას იმაშვები ჰაერი ანუ წარია წამოვიღე ნაბეხლავე დამოხო უკვე ხალხო სიცხისგან ვეღარ ვაზროვნებ ყველაფერი დამავიწყდა აბსოლუტურად ძირს გადმოახტიეთ წევან ხალხო განვადებებს ვიხდით იმაში რო ქვია დივანი გვაქვს იქითა სახლის სავარძენი კუხნის სამზარეულოს და კუხნა გავუკეთებს 2 წელზე და წელს ვამთავრებთ მაგას და გიორგის მესამე კიდე გიორგის 4 წელი აქვს ის გადასახადი ენერგია აღარ არის ხალხო რა ნეტა ორგანიზია ევროპებში ის ფილმში ჭამს მეტი აღარ გავხსენე და იძახა რა აბა წყალ გავხსენე და იძახა ვაიმე
ხაზიანია და იმიტომ ვერ ასვამდე. ვაიმე დედა. გული მაქვს შეღონებული ხალხო. და ჩემის ძმისშვილი, ჩემი ბიძაშვილს. ფეხი იტკინა ქალორანაირად აქ ფეხი. ვაიმე ხალხო რანაირად აქ. ვაიმე ხალხო, გული მიღონდება. რო დავინახე წაღან გუშინ რო გამომიგზავნოს ავტობუსში დედა, ვაიმე. გული შემიღონდა. ხი აქ ჭრილობა ვერ უკერავე, მოიტეხა ფეხი, ცხენიდან გადმოვარდა და დაასკა და დაბა. გადმოვაგდო ცხენმა სადღაც ჩაარტყა ცხენმა ფეხი თუ რა კნა რა ვიცი. ვაიმე. ფეხი ჩარტყა ალბათ და გასკდა ის ფეხი. ვაიმე. მოტეხილიც აქ. აი ამაშია გიოი. ამ ადგილას, აი ამ ადგილასა. ხო, ქუსთან და კოჩთან. ხო. ხომიამნეირა ფილმი ნახე. რო დავინახე სურათი გამომიგზავნა მესენჯერში. ხო, თუ გული არ წამივიდო და ხალხო აღარ მეგონა და შენ იმას ვფიქრობ ვაიმე დედა ნეტა არა ტკივა. რაღაცა ხო ახურავს. არა დევალი და იმაზე. არა ხურავს დედი არაფერი. რა ხურავს ის თაბაშიში ეგ. ამ სიცხეში. ოღერტ. ის ღია ჭრილობა. და სხვათა შორის სიცხეში თაბაშინში შეიძლება ტილებიც გაჩნდნენ. კი. ვაიმე. კი ბატონო. რა სამბობ. ტილი რობოთაბაზიში გექნება ხოლმე გადაიი. ვერც მოისვენე გიორგი გიკმენე. ვერა, გიკმენე. დაკმენე. სულ მოგეკექი ბავაი. უფ. აი აუ გამაჟრიალა. ვაიმე რა საშა. ვაიმე გამაჟრიალა ხა. საშაი დამაწყებია ფხანა ტილი რო თქვი. უი დედა. ვაიმე. საშინელება ახალხმა. ჯერ თავში რო ყავს ის იქნება ძნელი ალბათ და ვაიმე ქარული დამეწყო. ბუძგნა. ხო. საშინელება რა. ვაიმე რა ჯანდაბა დახუთული ჰაერია რა არის და წარმოგიდგენი ამ სიცხეში რომ ფეხი რაღაცა გიქნება ჭრილობა. შაშაცი რამდენი წელია მე ჭრილობა რომ მქონდა დედა რა კახარ. რა შაშაცი გაწუ მაშინ რამდენი წელია უკვე გავიკეთე? 2018-ში გაიგეთე შენ ოპერაცია. ზაფხული არის ხო? 18-ში თუ 19-ში? 18-ში. 18-ში? 18-ში ხო? თუ 20-ში? არა 20-ში კოვიდი იყო. ხო 18-ში. კოვიდი იყო გაქანებული. 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2025, 26. არა, აი რამდენი წელი? 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2024, 2025, 8 წელი. 8 წელი ოპერაცია გავიკეთე 8 წელია და 8 წელია გასული. ამინდი რომ იცვლება ხო კიდე ის ოპერაციები ასე ილოსავით გამიგო. იმას რაცის რა დახრილია თითქოს. დიდან ვისა დახრილი. რა ქვია ისა დახრილი? შტატივი. მეზიდა დახრილი? შტატივი. სხვათა შორის ძალიან ცუდი მდგომარეობა, ნამეტანის სიცხე ხალხო. უკვე ზედმეტია. და აი წარმოგიდგენია ის რაღაცა ამ სიცხეში რაღაცა რო გტკივა, წარმოგიდგენ და არა და ეხლანდელი ისინი რა ქვია რაღაცა ინფექციები ეხლა იმატებს ამ საფუძში. ეხლა უფრო იმატებს ინფექციები ვიდრე ზამთარში მგონი. ხო, იმიტომ რომ ენტეროვირუსიო, ვაიმე რაღაცა ვირუსი არის კიდე. აუ ზაფხულში მithumetes რა საზღარია ღმერთო. ენტეროლოგა. ხო, 1 წელი ხომ მქონდა. მეც შეც ხო მქონდა. მე ვაიმე იმ ყოფნას. ხო. საზღრობა. აი ისე ვირუსიც კი ხო საშინელებაა, მაგრამ
აი ეს ინტერვიუ თლა უარესობა არის. მე მით უმეტეს ზაფხულში ის არის რა ქვია, უფრო მძვინვარი. ხო. და კიდე მოწამლების ბევრი არის ზაფხულში. კი. ბევრი, აი ისე შაურმაც ზაფხულში ნაყიდი შაურმა იქ როარი არ უნდა იყიდო. ზაფხულში არ შაურმა უნდა იყიდო. და არც ისინი რა ქვია. ბურგერები და რაღაცები და ქუჩის საჭმელები როა კიდე ზის გულზე უტევს. არ უნდა იყიდო, მართალი არ უნდა იყიდო. ამართლა. აი ურაჭაში თუ წავალ, 2 დღის მერე ის პერაში, მაგრამ იქ ვიყიდით ქუჩაში სადმე რა. გზაში ვიყიდით სადმე რაღა კედარათრი. არა, კრეკერები უნდა წავიდეთ. რაღაცები უნდა ვიყიდოთ, კი. კრეკერები და ესეთი რაღაცები. საკედელებზე წასასვლელი ვარ სანამ წავალთ. რომ ისინი ფეხსაცმელები და რაღაცები მინდა კი. ცოტა სიგრილე მაინც იქნება იქ. ერთი კვირა წავალ და მე ძველი მე კიდე ივანეზე ფიქრობ. გული მიღონდება. აუ რა მაგრა აქ ფეხი ღმერთო. ხალხი რასაშინელად აქ ვაიმე. ცუდად ხვდები ხალხო ეგეთი რაღაცებზე. შენ ნაგლახათა ხარ ნახევარი ჩამხარ გიორგი. ნახევარი? ხო. აუ ხო ვერ დავდგი მოკლედ ეს ისა რა. იქით. აი ეგრე. და ისა ბალში მათხოვები ჩამოვეყუდო რა. აი ლაპარაკის თავიც აღარ მაქვს სიმცხერე. წეგანას არის ცხიც იმას ხინი გავფინი. დილას ხალხო რო ავდექი. დღეს წყლის დღე. ბოჭკები დავავსე. დასალევი წყალი დავავსე. ბოჭკა თუ კასრები დავავსე. დასალევი წყალიც გავავსე. აი ეს ავზი გავავსე დიდი. დიდი ბაკია. ბაკი, ეგრეთ წოდებული ბაკი. ხო. ისა მოუწყევი ყვავილები. რა ვქნათ არხის წყალი არ არის. კი, არ შეიძლება. ნამდვილად იმაში რა ქვია, დასალევი წყლით. მოწყაიცი. მაგრამ შლანგით მივყვები და ცოტ-ცოტას ვასხავრო, თლა არ დახმეს. ხო, მაგრამ ის არის, აბა რა უნდა გაკეთო, აქეთ ჩვენ არხი არ მოდის. არ მოდის არხის წყალი და აბა რა გავაკეთო და კიდე მეჭამე არა მაქვს რო ის ჭისყლით მოწყო ხო და ელემენტარული ის მოწყები. მე კი ჩავკეტე. აღარ მინდოდა. რა ჩავკეტე და მოვტრიალდი, გადავკეტე უკვე და მივტრიალდი და წყალი აღარ მოდიოდა. რაღაცა ძაზე გახვედი რაღაცა უნდა გაკეთო. ხო, და წყალი აღარ მოდის. დავკეტე კრანი, შემოტრიალდი, ერთი ბოთლი იყო უკვე დაიცალა დასალევი წყალი. გავავსე მეთქი და მივედი და სადღაც წყალი აღარ არის. ახლა აღარ მოდის. და ზამთარში შუაღამემდე მოდის წყალი პირველ 2 საათამდე. რა მინდამდენი წყალი ზამთარში. ზამთარში შუაღამემდე რა მინდა წყალი. ზაფხულში გვჭირდება წყალი ყველაზე მეტად. რო ჰაერმა ამოისუნთქო რა ყოველ წეგანაც გადმოვედით იქიდან თავს ყოველ დღე არ ვიბან, მაგრამ შევედი აბაზანაში გადავივლე, მაგრამ რასთვის გადაივლებ რა. ხველი ის არ ხველის. მაგრამ ელემენტარული მაინც რაღაცა მარილს მაინც ჩამოირეცხა ოფლი რო გამოყოფს. ჭუჭყი მაინც აღარ გექნება ზეთ. არ აყრუდები. რო არ დავიბანო ისე გონია სული მიდის ატო. დაწოლისას კიდე ერთხელ შევირბენ, კიდე გადავრ რა წყალი ყოფნის მე რა ვიცი. კიდე გადავივლებ წყალს, გავგრილდები და და. მეთქი შევარ ხოლმე ცივწყალს გადავივლებ ცივშხაპს და რაც გადავივლებ ცუდად დავხტები. არ არის ძალიან ცივი დედი. არა შენ იცი რას ვაკეთებ მე? ძალიან იცი როგორ ვანელე. პირველად მე შემიშვი და მიგაგინელებს სანავში შხაპ. აი ესე ოდნავ ჯერ ცხრილი ხო წამოვა. მე ოდნავ უნდა ნელთბილზე გადამაკ. გუშინ დუღარე წყლით დავიბანე. ნელთბილზე გადამაკ. გუშინ ხალხო დუღარე წყლით დავიბანე. ხო. სამზარეულოში ჭუჭის ავრიცხავ და ვაიმ ჭუჭის და რიცხვას წყალი კი მოდის წყალში მაქვს ხელები, მაგრამ ასე ჩამომდის წუწულით ოფლი. ხალხო ვენტილატორიც აღარაფერს შველის. კეპიცებით არაფერს შველის. დახუთულია ყველაფერი. ვაიმე კეპიცები ლიბრეში რო შევიდი აღარ ბიდოგარი გამო. ვაიმე რა ვარზე გამოვაღეთ იმის ჭიშკარი. იმის ჭიშკარი კალო. ნისა. კარები. მაღაზიის კარი. მაღაზიის კარი მეცა ეგრე სიმხურვალე. არ ვიცი რა.
ეკრევე როგორც კი გარეთ გამოხვალ ცხვირი პირში მოხვდება. კიდე აი ძალიან რთული მდგომარეობა არ ვიცი რა უნდა და კიდე ისაც კიდე აი წეხან მე მოусმინე სხვა არხზე არ გამოდიან ცოცხალი თავით ისინი ეუნებიან მერია გიო კორპუსებიდანაც არ გამოდიან არ გამოდის ის არის რა ქვია იცი რა არის მერია ეუნებათ რომ გამოდით და თანხებს მერია უხდის იმ იმაში რა ქვია თბილისის მერია გადაუხდის კირას სანამ ააშენებენ ხო და ყველანაირ რემონტს გაუკეთებენ ახლა შეიძლება შპალიერი ვერ გაუკეთონ მაგრამ გალესილი იქნება დაგებული იქნება და იქნება ხო ეგეთი კორპუსი კიდე რამდენ უბანშია თბილისში ხალხო კიდე რამდენ უბანშია მაინც ხალხი ცხოვრობს 2018-ში მე მახსოვს ახლა გამახსენდა გიორგი 2018-ში მივიდა მერია სპეციალური ისა სპეციალური სამსახური და კი არ წამოვიდნენ ხალხი სხვათა შორის ძალიან ზედმეტ შევება ხალხო ხო ძალიან ზედმეტებს იქ დაპობილია ის ისა იქ ყოფნა როგორ შეიძლება და კიდე მსხვერპლი უნდა იყოს კიდე ეგ რა არის მაგას თავი ქონდა გაპობილი შუაზე როა გახსნილი ზოგი კორპუსი კიდე არის გახსნილიცა გაიხსნა ეგ დროთა განმავლობაში გაიხსნება გაიხსნება და დაინგრევა ხო და მე გვენგრევაო თავზე თბილისში კიდე რამდენია ხალხო ეგეთი კორპუსი რა გინდა მეტალოსაც სვავენ ისინი ხო სვავენ რა ქვია კორპუს გიშენებენ ყველანაირი ფანჯრებიც აქვს რეაბილიტაციას ეგ კორპუსები უკვე ეგ ძველი საბჭოთა კორპუსები აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას ხო შეიძლება რომ გამოყვიდე არა როცა მერია გეუნება მით უმეტეს ხო და გიხდის მერია რო არ გიხდის ჯანდაბა სხვა არაფერი ხო სხვა შეიძლება არაფერს აკეთებენ ხო თავრობა ადამიანო გეუბნება რომ გამოდი კორპუსიდან ხო და გადაგიხდი ფულს თანხას წამოიღე შენი ავეჯი წამოიღე კორპუსში სადღაც მიდიხარ და დროებით იყავი იქ ხო უხდის ის მერია ხო რაღაცაში ხო უნდა გამოიყენო არა რაღაცაში გამოიყენე როცა რაღაცას გეუბნება მთავრობა კაცო ხო სანამ თავზე დაგექცა ყველაფერი რაზე იკლავ თავში დალოცვი რომ კემენ გამოდი და ააშენებენ კორპუსს ახალ და იცი რომ უნდა დაგაკმაყოფილებენ და შეხვარ ხო შეხვარ დემონტაჟი უნდა გაუკეთონ ეგრეთ კორპუსებს მე რამდენია თბილისში ძველუბნებში მით უმეტეს ხო და ძველუბნებში რამდენია ხო და არ შეიძლება ხალხო ხომ გაიგოს ხალხმა რომ თავარია კი ძნელია მესმის სახლიდან გასვლა როგორი ძნელია მაგრამ რა სიზა აი რომ მითხრას ვიღაცამ გენგრევა სახლი და გადიო და კირას მე გადაგიხდიო რა წავალი დიდი სიამოვნებით წავალი თავზე რო გექცევა სახლი იქ სიკვდილს და იმას არაჯობია რომ გახვიდე და გაგიკეთებენ იმას რა ქვია ხო სახლს და შეხვალ მე უცბად აშენებენ მე ამ კორპუსებს და შეგონია ხუთ სართულიანებია მეგონი ეგენ ხუთიანია ხო ხუთიანია ხო და ის ხუთ სართულიანები დეზერტირების ბაზარი როა მან მაგ მხარეს არის იგისა იმის სადგურის მოედანის მხარეა ხო და არ და მაგ ადგილებში რამდენჯერ გავგივლია ხალხო დროთა განმავლობაში ჩამოინგრა არ შეიძლება უნდაც რა ყველაფერი თავრობას არ უნდა დააბრალონ ნამდვილად იმიტომ რომ ხალხის ზედმეტს აკეთებს არ გვინდა გამოსვლა სახლიდან დაგექცეს მას თავზე ახლა შეიძლება იქ კორპუსის იმათ არაფერი მოუვიდა მაგრამ გავლენს ხო დაეცა და გამომლეს ხო და კიდე აი წარმოგიდგენია და კიდე არ ჯერა იმის რა ქვია წინასწარმეტყველების კი არა ვერ გავიგო გორში რატო რა მოხდა ორი ოჯახიდან დაიღუპა წევრი ვიღაცამ ანუ უმისამართოდ ისრულაო თვითმხილველები იძახიან ვიღაცამ უმისამართოდ ისრულაო და მათ მოხდა მაინდა თუ გარჩევა იყო ვერაფერი ვერ გავიგე უკვე
ვერ გავიგე ვერაფერი რა მოხდა ზოგი იმას ამბობს ზოგი იმას ტელევიზორში იყო? ტელევიზიითაც იყო კი მიგარ მინახია თუ არ დავაკვირდი რა ვიცი. აი მე მეკიდე იცი ხარ ხო? აღარ შემიძლია იმ ტრაგედიებს რომ კი მაგრამ ომის სამართოთ რატო ისვია რა მიაღებს გამაგებინა ერთი აი ჩვენთანაც გამარჯვებაში ბევრჯერ ყოფილა ომის სამართოთ უაზროდ უსრიათ იარაღი რატო უსრიათ მე რა თიმერები გამიგონია უხმები ხო არის ხოლმე შეც კიდე ავტომატები და მის ავტომატის და რაღაცეებს როგორ არ არის იცია ზოგმა ომის სამართოთ რანაირად მე სახში იყვნენ და როგორ მოხვდათ მე რა ვიცი ზოგი იმას ამბობს ზოგი იმას ვეღარ გავიგე უკვე ან შეიძლება სუფრაზე იყვნენ შელაპარაკება მოხდა და ისროლა ვიღაცა ან ჯერ ეგეთი სუფრაზე მიდიხარ იარაღი რატო უნდა წაიღო თუ კარგი მოტივით მიდიხარ არ ვიცი უკვე ბევრი ის ხდება რა ქვია ტრაგედია ისე ბეჭოიცაი აი ვერ გაიგებ ვინ არის მართალი და ვინ ვინ ტყუარი ხო ვერ იგებ ნამდვილად წინასწარმეტყველებები ძალიან მაგრა ხდება თითქოს არ ჯერ ამეთქე წარმოგიდგენია მაგრამ ახ დავიჯერი მართლა დავიჯერი გიორგი აბა მე რო კიგაში ჩავიხედე აი კითხაობისაც გინდა იყოს ხო ეგეც იგივე რაღაცა მოვლენა ხო არ კი წვენას წინასწარმეტყველება უკეთესია კი მაგრამ უფრო ამართლებს კი მაგრამ ის არის აქია არსებობს მართლა სულიც არის ხალხო შენ გონი არ არის არის როგორ არ არის ბოროტი ძალებიც სხვათა შორის არსებობენ იმიტომ ხანდახან რომ აი არ ყოფილი ხართ სახლში რო ხართ და ვიღაცის ხმა მოხსნე დაძახება მოგესმებათ ხოლმე ვიღაცის ხმით შენი ხო ახლობლესი ხონით რა შეიძლება უცბად გარდაცვლილი იყოს ის ადამიანი და ხმა მოგელანდოს ეგ არის ბოროტი ძალები მაგას ხმა არ უნდა გაცე ხო აი ბევრჯერ გამოსულა არ გარეთ და გამიგონია დაძახება და არაფერი არც არაფერი ხო არა ბევრჯერ და მომესმენია დაძახება მაგრამ არც არაფერი გამოსულა არც არაფერი ბევრჯერ ხმაც გამიცია ბატონო თქო ხო ნეტა ვის ვეძახი უყოდ არ ვიცი ეგ არის ბოროტი ძალები და უნდა შეეცადო რომ გაატარო ხმა არ უნდა გასცე სულებიც არსებობენ რა თქმა უნდა არსებობენ გიორგი როგორ არსებობენ იმიტომ რომ სხვათა შორის ინტერნეტში ბევრი ვიდეო ცდებს კამერასაც დაუფიქსირებიან რაღაც სილუეტი არსებობს სულები კი ბოროტი ძალაც არსებობს ბოროტი სულებიც არსებობს და კარგი კეთილი სულებიც რა ვიცი ხანდახან და გამიგონია ხმა და გამოსულა არაფერი არავინ ხო არ მყოფილა მაგრამ აი ამ ბოლო დროს იმას მე უცბად იმაშვება რა ქვია რა ხშირად არ იმაშვება მაგრამ 1000-ში ერთხელ თუ რა იცის ხოლმე კი იცის ხოლმე ხშირად არა ეშმაკი იმიტომ რომ ბოროტი ძალა გეძახის ბოროტი სული გეძახის ის ბარა ეშმაკი რა ხო შავი მაგიაც არსებობს რა თქმა უნდა არსებობს ყველაფერიც არსებობს და არის რა ვიცი თეთრი მაგიაც არისო და ეგ კეთილი ოღონდ მაგია კეთილი მე ასად გამიგი მე რა ვიცი ასტროლოგიური იმისი მჯერა იმიტომ რომ ნემანი ლაპარაკა რა ქვია
გოგამანია ჩაკრა არსებობს თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ჩაკრა. ჩაკრა და მესამე თვალი ამაში აი ამ ადგილას შუბლის აი წარმოებს შორის მანდ არის მესამე თვალი იქ რა არის მესამე თვალი? მესამე თვალი ის არის აქვია ეხ ჩვენ ხო ხილვები არა გვაქვს და ისინი ეზოთერიკოსები შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვეხსნას რაღაცა ხილვა ეზოთერიკოსები მესამე თვალით ხედავ მეტაფიზიკის მცოდნეები ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნეები ის გოგამანი ჩაკრა ყველა ადამიანშია ყველა ადამიანს აქვს მართლა არ არის? კი არის არსებობს. და სხეული თუ გინდა რომ იმასაც რა ქვია სულიერად დაიმშვიდო სხეული და თავი მედიტაცია უნდა ჩაატარო ხოლმე როგორ მედიტაცია ისა? ესე უნდა დაჯდე ესე უნდა დაიკავო ხელები და თვალები დახუჭო გადიხარ ამ სამყაროდან გადიხარ და სხვა სამყაროში გადადიხარ და მშვიდდები როგორ გამოფხიზლდები? გამოფხიზლები კი არ იმასიებს გამოფხიზლები ჩვეულებრივად ოღონდ შეიძლება ვიღაცამ რომ დაგიძახოს ვერ გაიგო ხო იმიტომ რომ აქ არ ახარ აქეთ არ ახარ სხვა სამყაროში გადიხარ ძალიან რთულია ყველაფერი წარმოგიდგენო ძალიან რთულია რთული მდგომარეობა ადრე ახლა ჩემ ბავშვობაში არც იმას მისდევდნენ ასტროლოგიას არც რომელი წელში ხარ აზიარი იყვნენ ხალხი რომელი რა წელში იყო და რომელი რა იყო რა ვიცი ეხლა უფრო წამოვიდა ეს ასტროლოგიები და ხილვები და რა ვიცი ყველაფერი ახლა მე ვარ ვეფხ მე რა ვარ გველი მაგრამ გველი ვიტენა რო არა მაქვს ენა რა შუაშია მაგას გლახა არა ვარ ენა მაგას რა შუაში გლახა არ არის გველი საერთოდ იმაში ასტროლოგიაში ბრძნული ის აქვს გველი ბრძენია ბრძენია გველი ვა დაბრძენებული ვარ რა დაბრძენებული არის ერთი კვირა მომივიდა ის იბრძნის და ისიც ეგ მეც მომივიდა სიბრძნის კვილი აქეთ მაგრამ რა გინდა არ დავიბრძენი მეორე კვილიც ამა გამოსასვლელი ჯერ ისავა რა ქვია დაუბრძენელები ჰა დაბრძენელებული არა ვარ ბრძენია კველი ბები შენ რა გველი ეს რა ამბავი გველები ვარ სახში რა ამბავი ზოდიაქოდი მორიელია მე შვილდი შენ შვილდოსანი ხარ შვილდე მე ნოემბერში მაქვს 28 მე ქალწული ვარ ეხლა 31-ში დედა ჩემს აქ კი ბატონო ამ თვეში 30 მორიელი კი არა ლომია უფრო სულად ბებია ლომია ო 31-ში აქ ისა და ბიდუბი სამეფო სული აქ მოц მოლი რა შუაში იყო მოლი აღა არის კაცო მოლი არა ის კიდე ლომს მეფური სული აქ ვეფხვი არის დინჯი და გაწონასწორებული მაგრამ თუ გაბრას და ტრისას ტრისკარს მე ვარ ვეფხვი მე ვარ ვეფხვი ეხლა ის წელი მოდის ნეტა მე ვიცი
ეს ყავარ მითლემილი რა. აი სულ მიყვი ტილება. სარეცხი მაგ ახლა ცოტა რაღაცა. და საღამოზე რო გარეთ დაჭდები კიდე ხალხო. ვაიმე, ესენი რა არის, კოგოები არიან თუ დრაგონები ხალხო. რამხელები არიან ხოლმე. ხო რა. და რამ წარეთი კბინებიან. ადრე კიდე არისო ესეთი წარები, წვრილები იყო ძლივ და ჯანდა რო დაგაჭდებოდა. ახლა კიდე ამ ხელები არიან. უშველებლები. დრაკონებივით. ჩანს რომ დაჭდები. ხო. მე რა შემიძლია ყველა ქექვა. მე უნდა იწკაპუნო ასე. მისავით რა ქვია. რა ქვია. მუნიანივით სულ ვაიმე რა გამახსენეთ მუნირ საშინელი რაღაცა იყო. ურას არის გროვა რაღაცა. დედა ой საანსაძის გროვა. ის ახლა ვაიმე ჩემი ტერ შეხვდა მუნი. დედა რა საშინელება. ისე რატომ უნდა შეხვდეს ეგ? რა ვიცი მე რა ვიცი. არა, აი ხალხო რა უნდა გითხრათ იცი. აი ახლა მუნზეც და იმაზე წამო. სისუფთავეზე არ არის ეგა. აი ტილი მაგალითად. ვაიმე სისუფთავეზე არ არის ტილი. შეიძლება გაგიჩნდეს და ზოგის თავში უცბად გადადის. ხო. ვიღაცისგან შეიძლება იმას აქნას რა ქვია. ვიღაცისგან გადმოვიდოს. ბაღიდან არ მოყავთ ხოლმე ბავშვებს. კი. და კიდე ის ვიღაცა ის რო არის იუთუბერი რასაყვილის. იუთუბერი კი არა ისა. ბოდიში იუთუბერს არა მინდა. ტიკტოკერი არის ერთი გოგო. ხო. ეს შვილი ყავს. ხო. ოლილალითა მილალიო რო იძახოდა. ვის უბრაზდებოდა ის ტილები რო ყავს. ვის უბრაზდებოდა ვერ გავიგე, ვერ გავიგე. სამი ბევრშვილები ყავს და მოჯდება მანქანაზეო და. იმაზე. კეთი ქველაძეს ვერ დას. რატო რა კეთი ქველაძე არ ყავს იმიშვილებს. სად ყავს იმიშვილებს ტილები? რა ყავს მაგის შვილებს სულთან დაუდით ბავშვები, სად ყავს ტილები? მე რა ვიცი. ტილები პირიქით მაგის შვილს ყავდა. მე რა ვიცი. ბავშვები დადისო იმ მანქანაზე მოჯდება. სად მოდი, სადაც მიდის შვილები მიყავს. შვილები მიყავს, ხო, მარტო დადისო. დადისო. რა საერთოდ. კეთი ქველაძე არ უყავს მაგას, იმიტომ რომ კეთი ქველაძეს უფრო ურიცხავენ ფულს. ვიდრე მაგას. იცი რატო კეთი ქველაძე შვილებს არ ღალატობს. არ ღალატობს, არა. თავის თავსაც უვლის, იმავშობა, მაგრამ შვილებსაც არ ღალატობს. რა ლაპარაკი გავიგე. რა თვითონ რა შეგონია ნორმალურია? ტილები არ ყოლება? მე ის არა ქვია მაგის და როა იტალიაში გამოფრთხილებული. ვინა მაგის და უშვილო. მაგის და ლანძღავდა ხოლმე. ის არა ქვია კორკიმელა უთუ რაღაცა ქვია. აღარა. მაგას ლანძღავდა ხოლმე წეული და თავის დას. მე ხალხო გადავიდი მე ვიღაცა იტალიელი კაცი ყავს. და ერთ მეორეც არის კიდე. მაგის ნაირი იტალიაში. ის არის რა ქვია ის გარეკილი ის ყავდა რა ქვია. გარეკილი კი არა, მოხუცი ყავდა იმიანი რა ქვია. მეორე კაცი. ალცჰაიმერი თუ რაღაცა ქონდა და იმას აშვებოდა, რა ქვია. დემენცია უფრო სწორად. ხოდა ყვიროდა კაცი, ადგებოდა ღამე. ყვიროდა ხოლმე. და ის ლანძღავდა ქალ, იმაში რა ქვია. რა ქნას თავის გაჭირება ყო. ეხა დავებოდა. და იმას აქნეს რა ქვია, მე ეთყობა გაუგეს იმათმა და იმას აქნეს. ვიღაცა უთხრა ალბათ. რომ ლანძღავდა ვიღაც ქართველი ეთყოდა, რა თქმა უნდა. გაუგეს და გამოაგდეს ქუჩაში. და იმას შეიფარა მე. მეორე? მეორე, ხო. შეიფარა ცოტა ხნით, სანამ იმას იშოვიდა. ჯერ დასცინოდა იმ კაცი, იმ მოხუც კაცი. თავისი გაჭირვება ყოფნიდა იქ კაცი. გაუგეს ეთყობა ვიღაცა ქართველი იტალიაში მცხოვრები ქართველი ეთყოდა იმ მის ოჯახს ალბათ იცნობდა, იმ ოჯახს ეთყოდა და გამოიქნეს სახლიდან. ეგრე უფ. არა უბრალოდ აიცი. მისმის ელემენტარული მაგრამ ახლა მე რა მეკითხე მოიდეს, მაგრამ ახლა რაზე ჩხუბობდა ის აზრი ვერ გამოვიტანე ის გოგო. ტილებიო მანქანაში ჩაჯდებაო, დადისო. შენ რა გინდა მანქანაში დაჯდება თუ მანქანის იქით წავა რა გინდა? იმ გოგოს ერთი ლარი, ორი ლარი. ის ყავს ერთი შვილი ყავს, ხო? მაგას ერთი შვილი ყავს. დავიდა. ლალი. ხო და რა ვიცი.
წყევლი და მე კიდე ვიღაცას წყევლი და ეგენ სულ არის წყევლებიან. წყევლა რატო უნდა იცოდი ადამიანი? ის გამოჩნდა რა ქვია, მაგარო იყო. სპილკერით დამაგრებული ვდადიოდა. ხო. ხო, ეგ გამოჩნდა. ეგეც ვიღაცაზე ბრაზობდა იმ დღეს ლაივში. რა. ისიც გამოჩნდა შოთა და ვაიმე. იმ დღეს შიშველი იყო ზემოდან და რაღაცა ეხურა, პარიკი იყო. მე მეგონა წავიდა იმიდან TikTok-იდან თქვა და ვეღირს და დავისვენეთ თქვა და რას დაისვენე. მოვიდა ისე. რაც კიდე მოვიდეს კაცო მე რას მიშინს, მაგრამ არა იცი რა არის ხალხო. აი მართლა ზოგი მართლა იმლა. ესე მგონია ვიღაცა ერთი განაგებს მაგ ყველას რა. მე TikTok-ში ესე მგონია. იგივე მგონია. მაგრამ ქეთქველაძეს არა დედა. ქეთქველაძე იმას აშვება ხოლმე რა ქვია. ხან თამაშობს, ხან კიდე იმას აშვება რაღაცა მარათონი აქვს. ეგენ პირდაპირ ითხოვენ. არა, ქველაძე არ ითხოვს. ქველაძე არა. ქველაძის გარდა ეგენ პირიქით ითხოვენ. პირდაპირ ითხოვენ, ჩაგვირიცხეთ. ერთი არის კიდე მსუქანა და ისაო რა ქვია. ის არა მაქვს, სახლი არა აქვს. ტრანსგენდერია. პუტკუნა არის, ხო და? ეს არის რა ქვია. სახლიდან გამომაგდეს, ქირით ავარო. შაქარი მაქვს. იმად ჩამირიცხეთო ხალხო. თან როგორ იმას აშვება რა ქვია. მაგასაც ხომ მოგონება უნდა, მაგასაც ნიჭი უნდა გეფიცები. შეეცოდებს ხალხს თავს და ურიცხავენ. წამლებისთვის მჭირდება ფული, რო არ დავლიო მოვკვდები, უი ეგ მე შემ დღეს რა ვჭამო? გამხდარი გოგოა? გამხდარი არ არის, სუკანა. ერთი გამხდარი გოგოც გამოდის, გონი ტრანსგენდერია. ეგ ტრანსგენდერია ეგეც ვიცი. ოღონდ ეგ აქ არ ცხოვრობს საქართველოში. ვაიმე. რა უნდა ვჭამო? რა უნდა ვჭამო? წამალი რო არ დავლიო, ისა მოვკვდები, წნევა მაქვს. საბინა რო არ ბინის კირა რო არ გადავიხადო, გამომაგდებენ სახლიდან და წავიდე. ვაიმე. კიდე. აი ისეთ სახეს მიიღებს ხოლმე, რომ აი პირდაპირ გეფცევი რო გქონდე ჩაურიცხავ. შეგაცოდებს ადამიანს თავს. ჯამირიცხე. ადრე რო ქუჩაში რო იყვნენ ხოლმე. ბიძიებო, დეიდებო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე და მე ხმარეთ. ეგრე არის. ახლა TikTok-ში წავიდა. ეგრე არის ზუსტად. განვიხილავთ ხალხო, არც იმაშვებით რა ქვია. არა, უბრალოდ ის დამაინტერესა. არა, მაგრამ ის არის რა ქვია. ნიჭი უნდა, მაგასაც გეფიცებენ ნიჭი თუ არ უნდა რა. ნიჭი უნდა გიო. ნიჭი უნდა ყველაფერს. შეცუდა. ახლა სულ რო დავჭიდე ხო, ვერაფერს ვერ ვიზამე. მე ვერც მე. ახლა ისე მჭირდება ფული, რო არ წყალივით, მაგრამ ნამდვილად TikTok-ში ვერ დავჯდები ხალხო სიტყვაზე ვიყოთ და ვერ ვიტყვი იმას, რომ არ იქა მომეცი და გინდა აქ იყოს. როგორ უნდა ვითხოვო, რატო უნდა ვითხოვო, მითხარი რა. შეიძლება დონაცია ჩართო ხო კი ბატონო და დადო დონაცია, მაგრამ როგორც რო ისაო რა ქვია, ეგრეა ისე დონაციას რატო არა? ვაიმე ვერ ჩავთე, ვერ გავიგნი უგემაგ დონაციას ვერაფერი ხალხო. როგორ უნდა ამე შალანერები. აბა ვინმე ხო არ იცით როგორ უნდა იმას აკრა, ვერაფერი ვერ გავუგე. მიწევი იმას დედა მაშინის გოგოროა და გიხმარა. მე გოგო. ო იმას არ ეწოდინება კაცო. ყველაფერს იმას ხო არ მიწე შეიც კიდე. ისიც ძლივს მივწერე. ცოს მიწერე მე ვისაც დონაცია ჩართო. ნუ კი ზეიცახე. ხო. უფ. მე კაი გოგო. ყველაფერზე იმას ხო არ შევაწუხე მინ გოგოს კაცო. ესე ძლივს მივწერე მე დიდებოდა. აი მე როგორი კაი გოგოა. აი ეგრე რო ის არ მქონდოდა რა ქვია. უკომართად ხო უნდა დააკვირდე რაც წერა. რას აკეთებ? გიორგი ლაივს რატო არ არის? რაჭიდან ჩართოთ ლაივი? ლაივიდან ჩავთო მობილური ინტერნეტით დედა. ვაიმე რა მაგარი. იქიდან კი კარგი იქნება, მაგრამ მობილური ვაიმე. გზაში. ჭალაზე. გზაში. ან გზაში. მაგრამ რანაირად? არა, მობილური ინტერნეტით ვერ ჩავთო, გაიჭედება ყოველ წუთას. ახლა პატარა მაინც უნდა ჩართო, აბა სხვები თურთავენ დედა.
დი ბევრი რო გექნება ვიდეოებიც ხომ მინდა გადაღება დედა გზაში არა ვიდეოც ხო მაგრამ ან ჭალაზე იქ ქვემოთ დინარეზე ხო ყველაზე კარგია ასრი ალბათ ხალხი იფიქრებს ესენს უარ გაგიჟდნენ ეს ხალხიო გაგიჟდნენ მარტო ჩვენ ხო არა ვართ იქ ტიკტოკიც ხო არის რა ქვია იმ გოგოს გოგო ის არის მაგრამ მე რა გინდა ის რეკლამებსაც იღებს ხო კაი გოგოა ძალიან მინერალურ წყალს და გალევინებთ ხალხო რანაირად ჩამოგასხავთ იმაში რა ქვია ჭიქით რამე და მოგაწვდით ასე გაუმარჯოთ მინერალური წყლით თო არ ვიცი ხალხო ყველაფერს ნიჭი უნდა კაცო რა არ ვიცი ბედნიერი დასვენება მე მოგწენენ და მოგწენენ ხო კი არა რა თუ გაიჭერება გაიჭერდეს და გაითიშება მე რა ვიცი მე ჩემი ვიდეოები არ მოსწონს ზოგიერთს რეიბს იღებოდა ეს ხალხი კიდე რეიბს აღარ აკეთებს ვინა ვის არ მოწონს რამის დაიხადონ იმაში ვირატო არ მოწონს რა არის რამდენჯერ შემოვიდა იმდენჯერ მიბლოკე ისა რაღაცა ნორმალურო ყურადღებას არ ვაქცევ YouTube-მა ისე მიმაჩვია მიმებს რა ქვია ჰეითერებს რო არცად აღარ იმას ვაქცევ ყურადღებას უცოტა სპობს ეგრევე მივადუმებ ხოლმე წავართ სხვათა შორის იმაზე TikTok-ზე ფილტრაცია მაქვს დადებული კომენტარებს გლახა კომენტარებს შლის ფილტრავს კი არა აი ახლა მე ისე ვარ გაბრაზებული ვაიმე როგორ მომეშალა გუში ნერვები ხალხო კიკესის ნახე ხო წაგიკითხე ხო ვაიმე როგორ ამეშალა ხალხო ნერვები იმაში შენ YouTube-ში ნახე თუ TikTok-ში ნახე YouTube-ზე ქონდა ისა ხო ეგ დადებული მე TikTok-ში ნახე ხალხო ვაიმე რომელიღაცა ვიდეოზე ვაიმე როგორ ამეშალა ხალხო ნერვები კომენტარმა როგორ ამიშალა ხალხო ნერვები ვერ წარმოიდგეთ ვაიმე გეფიცები გიორგის აი იქვე რომ ყოფილიყავი ვაიმე ჯერ წევლის ან გავგეჯავდი საერთოდ შუაზე გავგეჯავდი იმას ადამიანს რა დაგეშავა შედალოცვილო შეარანორმალურ ადამიანო შენ არც შვილი გაბადია არც ძმა გაბადია არც დედმამიშვილი გაბადია არც შობლები გაბადია რა სუდარაში გახოვული დაიტირე შენი შვილები თუ არა დაგიტიროს liam სუდარაში გახოვული შავ სუდარაში გახოვულიო თუ რაღაცა ვაიმე მე შენი შვილები დაიწვიო თუ რაღაცა შენი შვილები ხო დაიწვიო შვილები და სუდარაში გახოვულიო დაგიტიროთ liam შავებითო ვაიმე როგორ ამეშალა ხალხო ნერვები ვერ წარმოიდგენთ სად ჯანდავიდა სად ჯანდავაში და იმაში იზრდებიან გამაგებინა ეს ხალხი აი სად ჯანდავაში იზრდებიან ერთი წუთი შვილი დამოწა ვაიმე ადამიანო ვიღაცა ხარ რახან TikTok-ერია რახან YouTube-ერია და რახან ისა იმიტომ კი არ უდგებით უბრალოდ ვამბობ ადამიანო ჯერ სად გაიზარდებ სად გაიზარდა მაგებია ხო ან შვილი არ ყავს ან შვილები არ ყავს ან ერთი მაინც შვილი არ ყავს ან შვილები არ ყავს ან ცოლი არ ყავს ან ქმარი არ ყავს ვინახარ არ ვიცი ზუსტად ან ოჯახი არა გაქვს სად გაიზარდე დედამიწაზე არ გაიზარდე შედალოცვილო რა არის ჯანდაბას დიც უსურო ესეთი რაღაცა მაგრამ ბავშვს სამ ანგელოს ბავშვს რაფერ უნდა უსუროს იცუდე ვაიმე იქ რო ყოფილიყავი წუხელი იცი როგორ გამნე გავგეჯავდი შუაზე იმან მანერიულებს ახლა ცულ იმაზე ვფიქრობ გული მაქვს ისე ამოვარდნაზე ხალხო გული მიხონდება ის იმით იმდენი არ ვიცოდი ეგრეთ თუ ქონდა და სურათი რო დავინახე იმაზე მაგრამ წუხელი ჯერ რომ იმაზე ვიყავი განერიულებული გავიგეთ გუშინ იყო ხო იმაზე ვიყავი განერიულებული რანაირად კიდე კაი ან არ გადმოაგდოთ ლაუარესა და თავი არ დაარტყა იმაზე ან არ მოკვდა და ან მე იმ ვიდეომაც მომიღო ვიდეო თუ წარწერა წავიკითხე კაცო შვები ესე თვალებს მეთქი მელანდება თუ რა ხდება მეთქი ხალხო არ შეიძლება ხალხო ადამი ოღონდ ეს ვერ გავიგე რატო ანგელოს ბავშვს სამ ანგელოს ბავშვს
რა დაგეშავა იმ ანგელოზმა შვილებმა ღმერთო ყველას დედას დაუფარე თავისი შვილი და ღმერთო გაზარდე ის ბავშვები არ ვიცი გინდა შენი შვილები იყოს და გინდა შენი შვილიშვილები იყოს და გინდა ვინც გინდა ყავდეს ბავშვი არ გაბადია საერთოდ არის შეიძლება უფროს დიდს უთხრა მაგრამ მომავალ ანგელოზ ბავშვებს ანგელოზის შვილები ყავან რას გიშნიან ის ბავშვები ან ნინი რას უშავებს არა მე ნინზე მესმის ნამდვილად მესმის მაგრამ ბავშვებთან რა უნდა ან იმ გოგოსთან რა გინდა შენ რა დაგიშავა შენ სასაჭამს შენ სასამს შენ სასიცვამს შენ სახშია შენთან არის თუ დედას გაგინებს თუ მამას გაგინებს ადამიანო აი რატომ რისთვის აი მართლა გამოვედი წყობილები და წუხელი მე თქვი გადავიდები მეთქი ჯერ იმან-მანერიულა და ის კომენტარმა სულ და მომიღო ბოლო რა არის შედალოცვილო გაგიგია ესეთი რაღაცა ადამიანს ესეთ რაღაცას უწევ რა გინდა რაზე კლავ შენ მოავლინი ამ ქვეყანაზე იმას თავის ცხოვრება აქვს და როდემდე აქვს დაწერილი ცხოვრება დაიწვის შვილებიანო ვაიმე აი ზუსტად ეგეთები დაიწვებიან ცეცხლში სამუდამოდ ეგეთები დაიწვებიან ცეცხლში როგორ უნდა აი იმ დღეს ცუდად არ მიგუმართია იმ ადამიანისთვის და უბრალოდ ცუდად გაიგო ჩვენი ნათქვამი იმაზე არ მეთქვია და აი მაინც რაღაცა ის მაქვს რომ აი როგორ სხვანაირად გაიგო და წინს ჩვენც რატო თქვათ და იმან სხვანაირად გაიგო მაგრამ ელემენტარული ადამიანს როგორ უნდა უსურო ეგეთი სიცუდე ხო ელემენტარული წევლა რატო წევლის შედალოცვილი დაწყევლილი არის თითო რომ უნორმალურია და ტვინი აქ ამორეცხილი თორე ნინის არც იმის შვილებს რამე მოუა ღმერთმა არაფერი მოავლინოს იმათ და არც არაფერი კონდეთ ცუდი დამართოთ ცუდი რაც მე დავლოცო ჩემ ერთ შვილს გადმოხედოს უფალმა და წინსვლა კონდეს ჩემ შვილს და ბედნიერება და ჯანმრთელობა და შეიძლება იუთუბშიც იყოს და ჩვენც გვიყურებდეს ხო ცუც სხვას არ მიუვა ის შენი წევლა შენ თვითონ დაგიბრუნდება თვითონ არ შეიძლება აი ნამდვილად ეხლა მე იმ დღეს ის წერილი ნამდვილად აი ეგუშინ არ მომეწონა რატომ უნდა დაწევა და არა მე უთხრა რა მე თქვა ანეტა იმ კომენტარზე რა ვიღარ წავიკითხე გიორგი კომენტარზე რაღაცა იყო და აი ვიღარ წავიკი ბოლომდე ხო წავიკითხე და ავედი ავსკროლე აი ნერვები იქრო ყოფილიყავი და აი იქრო მე ყოფილიყავი და მაგნაირა ეგრევე დავარწყავდი აი გეფიცები ლუსმანი ვთვას ჩავაჭედებდი მიწაში აი ისი გავაკეთე იცი რას უზავდი ელემენტარული აი ეგ კომენტარს რის წერას რო დაიწყებდა ავიღებდი სათითაოდ და თითეთ დავამტროდი სათითაოდ რომ მეორედ ვეღარ დაიწერა სათითაოდ დავამტროდი იმ თითებს ტელეფონს ხო მიუხედქებდი და ავიღებდი ამ კალია თუ კაცი ავიღებდი და შემოვატყორცნიდი კედელზე პიტაპირ აი მაგას გავაკეთებდი მე რა არის თქვი დალო საჯანდაბაში იზრდებიან ეს გამაგები რა ერთი მეორე მოსვლა იწყება ხალხო მეორე მოსვლა ხალხო რატომ არ უნდა მოხვიდეთ გონზე რომ ესეთის უმსგავსო არ თქვათ ხო შეიძლება რა აი ნამდვილად იმასაც არ უნდა თქვა ვიღაცა ცუცრუწეს იმაზეც არ უნდა თქვა ცუდი იმაზეც არ უნდა თქვა ღმერთმა გაგინათოს გონება რომ შემოგაბრუნოს ღმერთისკენ აი ის მინდა სხვა არაფერი არ მინდა და შენი გზით ივლიყოთვის და არ იცოდე შენი წყევლა არავის არ მოუვა შენ თვითონ დაუბრუნდე თვითონ კი არა თავის შთამომავლობას ხო და რატომ ჩემს შთამომავლობას რატო შენს შთამომავლობას რატო უტოვებ ამ ხელაცოდვას ნათქვამია ხალხნო ბაბუა მტყემალი ჭამაო და შვილიშვილს მოჭრა კბილიო წარმოგიდგენია შვილთა შვილს მოჭრა კბილიო შეიძლება შვილიშვილსაც შვილს არაფერი დაემართოს და შვილიშვილზე გადავიდეს შეიძლება შვილიშვილზე არაფერი და შვილთა შვილზე გადავიდეს არ არის გამორიცხული რატომ უნდა იტანჯოს შენი გულისთვის შენი უნორმალურ რაღაცის გულისთვის შენი მომავალი აი რატომ უნდა იტანჯოს აი მითხარი დაფიქრდი პატარა ხო ეს ბავშვია თუ ვინარ თუ რაც კი გინდათ ბავშვია მშობლებია რა შვილო არ შეიძლება გინდა ბავშვი იყოს უნდა დაფიქრდეთ უნდა იაზროვნოთ რომ არ შეიძლება ესეთი რაღაცა ცოდვა ბავშვობაშიც ცოდვაა და დიდობაშიც ცოდვაა
არ შეიძლება რა დაგიშავათ იმ სამმა ანგელოზმა ბავშვმა. რო უყურებ სიამოვნებს იმ ბავშვების ყურება. დედას არ გაგინებენ. ან ნინისთან რა უნდა გამოგებინა ნინის ხო, ნინისთანაც. რა უნდათ? თქვენს ნიაცვია, თქვენსაც ჭამენ. თუ რა საიდან გამოიკეცით ხალხ? ესეთი ხალხი გამაგებინეთ ხა. საიდან გამოიკეცით? ტყიდან შვილო და უჯულოები არიან, არაფრით არ. ცხოველსაც კი ვერ გიწოდებთ. არა თუ ადამიანს. არ შეიძლება. უფალი გვიყურებს იგე და იაგერაც ღმერთის ისინია. არ შეიძლება შედალოცვილო. რატომ რის გულისთვის? რა გინდათ იმ შეიძლება შენი წყევლა მიუმიდეს იმ ანგელოს, რა გინდა, რას გიშინით? აი მითხარი ან ნინი, ან იმის ის რა ქვია? შვილები, ან იმის. და ზოგადად იმ ნინის ოჯახი, რას უშლის? ან ერთი, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხე, ან მეხუთე, ან ვინმე სთხოვს? რამეს? რა ვიცი. თავისთვის არის ღმერთმა კარგად ამყოფოს. ძალიან ნორმალური გოგოა, საუბარი ნორმალური აქვს, ყველაფერი ძალიან ნორმალური აქვს. ნებისმიერი უთუბეს. რა გინდათ, რას გიშლით? თუ არ გინდათ ხო ყურება ან იმის მირთმევა, მე მაგალითად ნინის ჭამამ სიამოვნებს. რო უყურებ, აი ერთ ნამცეს პირზე ვერავის არაფერს მოიწყებს, ისეთი ჭამაც აქვს და ისეთი ნორმალური საუბარი. ეგ თუ შურთ რო ყველაფერს ჭამს და ისე იკლებთ? იკლებს რა ვიცი. ღმერთმა კარგად ამყოფოს, კაცო, რატომ? გინდაც რა შესაშურია ვერ ხო, გავიგე. რატომ უნდა შემშურდეს? ნამდვილად არ უნდა შემშურდეს. მე არავისი არ შემშურდეს. თუ გინდა იმას აკენი რა ქვია. დაიწყე შენც. ხო, გეუნება мотиваციას გაძლევ. мотиваციას არ გაძლევ. მით უმეტეს ადამიანი იძახის, ჩემს მარათონში ჩაერთეთო და გასავლითო, ხო? ხო. რატომ? არა, მაინც სუდებს უწერენ. იცი რა არის ხალხო? მომატებულიც ყოფილიყო. გინდაც მომატებული იყოს. ვისი რა საქმეა? არავისი არ. გინდაც საერთოდ ის იყოს რა ქვია 200 კილო, ხო? რა ვიცი საქმეა? უფალმა როგორც დაბადა და რანაირიც არის, იმას უნდა მიყვე. შენ სულიერებას, შენ მდგომარეობას. თავარია სული აქვს ისა. სუფთა და გული აქვს სუფთა და სუფთა ადამიანია. თავარი ეგ არის და გარეგნობას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გაიგეთ? და იმ ბავშვებს და იმ ოჯახს თავი არავინ ვის არაფერი დაუშავებიათ მაგ ვიღაცა არანორმალურისთვის. ვისთვის რა დაუშავებიათ? შვენივე თუ წღება თავის ოჯახს, შვენივრად არის დედას არ გეძინა. ვის თითები უნდა დაამტრიო, რომელი თითებიცაც დაწერა. უნდა გავლამძღონ რა. ღმერთი გვიყურებს აგერ. აი იგერ თუ ხედავ. და გერათ ღმერთები გვიყურებენ. ან უფლის არ გეშინია, რწმენის არ გეშინია. როდესღაც უფალი ხო დადგება შენ წინ და გეტყვის რაღაცას. ხო გეტყვის, შენ ესე გაკეთებია და შენ ესე გაკეთებია და როგორ უნდა მიყურო მეო. და როგორ ვაიმე ბავშვი ღმერთო დალოცვილო, ღმერთო გევედრები და გეხვეწები. მე სულ ამას ვამბობ, კირილიც მომდის. არც ერთ ბავშვის წყევლას მე ვერ ვიტან. არ ჯერსე და წყევლა მეჯავრება. რატომ უნდა დავწყევო? დაჟე ამხელა გაიზარდა ჩემი შვილი, აი უთხარით, აი თუ გინდა მე გავალ და მასკენ დაუსვით კითხვა ხალხო. არ დამიწყევლია, შენ მოუკვდი დედა ის არ მithქვია გიორგისთვის. არც ერთ ბავშვს არ უსურვებ მაგას. ბავშვმა ყველა უნდა გაიხაროს. ყველა, აი იმ ბავშვების სიხარულით, ის ბავშვები რო ერთობიან, რო იმაშობიან, აი მე სიამოვნებს ყველა ბავშვის, არ ვიცი. თათიას ბავშვები რამდენჯერ დაუწყევლიათ? ხო, აი რატომ უნდა დავწყელო რის გამო? ან ნინი რატომ უნდა დავწყელო, ან თათია რატომ უნდა დავწყელო, ან იმის შვილები. რას მიშავებენ? პირიქით, არ სიამოვნებს თქვა სიტყვაზე ავიღოთ. მე ყველა ადამიანი სიამოვნებს, ყველა ბავშვი მიყვარს, ვინც გინდა იყოს, ყველა ბავშვს სიმპათიებს და ყველა ბავშვს მოვეფერები და ჩავეხუტები და არ ვიცი, მაგრამ რატომ ადამიანი, რატომ აი ცრემლი წამომცვინა? არ გიყვარს ხო, არ მოგწონს ხო? ასკროლი, შეგიძლია ასკროლო. ხო შეიძლება. YouTube-ში და გინდა TikTok-ში. მარტო ერთი კონტენტი კი არა, მრავალი კონტენტია, რამდენი არის საყურებელი, ხო? ასკროლე. ხო, რა ვიცი. და სხვას უყურე. ან ელემენტარული სიტყვის თუ მეტი აზროვნება არ აქვს ადამიანთა, ტვინი არ გაბადია. გული მაინც დაუსვი შედალოცვილო და ეს მაინც გაუგზავნე ელემენტარული. საერთოდ ნათქვამია, თუ არაფრის თქმა არ შეგიძლია კარგის, ცუცად ნუიტყვი. საერთოდ გაჩუნდი. ხო,
რა ვიცი მე რას მიშ თუ არ სიამოვნებს ადამიანის ყურება თქვათ და ჯერ ეგეთი რა აქვს ჩემი დასაწუნიდან ჩემი ანინის ოჯახს რა განვინმე საერთოდ რა ის არა ქვია ყველას კარგად უნდა მიხედო და ყველას თავისი უცხოვრება აქვს რატომ უნდა შემჯავდეს ის ადამიანი თუ არ მომწონს არ უყურებ ხო არ მომწონს და საერთოდ არ უყურებ არც იმას დავწერ არც იმას გავიფიქრებ რომ აი შე როგორ ხარ ისინი რა ქვია აზერები არიან ხოლმე საჭმელებს აკეთებს ხოლმე კალი არ მომწონს არ უყურებ მე არ უყურებ არ უყურებს გიორგი მაგრამ კი არ ლამწყავს და კი არ თათხავს იმას თავის ცხოვრება როგორ უნდა ისი გააკეთებს ხო და წევლა რა არის შეიძლება რაღაცა სიტყვა თქვა სიტყვაზე წევლა ქალო ადამიანო წევლა მაგრამ ეს არც ბავშვია არც საერთოდ ადამიანი არ არის არც ცხოველი არ არის იმარ რო გითხრა ცხოველსაც ვერ არ არის ადამიანი ტვინამურიცხილი და ტვინი არაბადია თავში ეგეთ ადამიანი რო ეგეთ ადამიანი რო წევლას დაუწყებს ამ გამომეტებს არ ვიცი ადამიანისთვის რატომ უნდა გავიმეტო ახლა ვინმისთვის წევლა ვიღაც რატომ დამწყებია და სხვიშვილს ატო დავწევი თქვა სიტყვაზე ავიღოთ არც არავის თან სუდარაში გახოვული რაღაც გამაგიჟანხა არ ვიცი რა ვიცი მე არ ვიცი ავიგუდე გიორგი უკვე აღარ აუზრუნდა ხა ცოტა ხანი და წავიდეთ მოდი და აი ხალხო ნუ მიაქცევ ყურადღებას მოდი და ნუ მიაქცევ ყურადღებას და ნუ მოგეშლება ნერვები მაგალითად мотиваცია ბევრი ნინისგან და წავიდა ეს ბევრი იუთუბერები გაჩნდნენ შენ ხო იძახოდი ნინის უყურებთ ნინი მე პირველი ჩემთვის პირველი ქართველი იუთუბერი იყო ნინი კვირიკე რომელიც ყურებაც დავიწყე კი და мотиваცია მოგცა ნინო რომ მომყევით თუ არ გინდა ნუ შვებით რა რატო თავის კონტენტი აქვს შვენივრად მიუძღვება ცხოვრებას შვენივრად არის შე რა გინდა რას გიშლის და ჯერ ეგეთი რას საკეთებს არავის საქმე არ არის ხო ხო რა თქმა უნდა რა ჩემი საქმეა კაცო ვის რაც გინდა ის უქმნია ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავისი საქმე ის გოგო თქვენ სალანძღავს და სათათხავს და თქვენ საწყევას არაფერს არ აკეთებს კიდე ხო ეს ვიღაცა დამპალი არის გამოჩენილი ხო მთელი ლამის ნახევარი TikTok-ი ამოწყვიტა ვიღაცა ეგ ხო არ არის ნახევარი TikTok-ი ამოწყვიტა ხან ვის დაუდო რომ TikTok-ს დაუდო ხან რომელიც შეიძლება YouTube-ებზეც გადმოვიდეს მალე მოკვდაო ხო თუ საერთოდ სურათი ნახეთ ხალხო ძალიან კარგად ვარ შედივრად ვარ არ დავხოცივარ კარგად ვარ ხო და უაზროდ აი მაგნაირად ადამიანი აი გამიკვირდება ხოლმე ხო რო ავსქროლა მაგუნებ ასე გონია გამიხეთგებული აი ხო რა მოგივიდა რა შემაშინე მეთქი რა მოხდა გამიხეთ მეთქი ვიღაცა შემოვარდა ხო ხალხო ეს არის რა ქვია რას ვამბობდი გამიხეთგებული რა კიდე გულის გახეთვა მინდა მე რაზე დღეს ამა გამიხეთგა გული რო შემოვედი რას ვამბობდი დამავიწყე ხო და ხო ასკროლა უცბად შეხვდება ვა ახლა ვნახე ამის ვიდეო ხო აი რო შეხვდება ერთი TikTok-ერის ვიდეო ვა უყურებს შვენივრად არის ადამიანი ასკროლა მოგდაო ხალხო ახლა ვნახე ამის ვიდეო და რა მოვიდა შეუცბად მათკო ხო ასე უცბად რა დაემართა ადამიანს ახლა შეხვდა ამის ვიდეო თქო მე ასკროლა თვითონაც ხო ვიდეოს ჩაწერენ ხოლმე თვითონაც კი უკვე ადამიანებს ის არის რა ქვია როდის მოვკვდიო ერთმა და ეხლა როდის მოვკვდი როდის არის ჩემი პანაშვიდი და გასვენება არის მასალა ბარე მეგეც მიგეწერაო უაზროდ აი ნახევარი TikTok-ი ხო მოკლეს იმ დღეს ჟურნალისტი კაცო ნახევ სკროლავ და კაკრას კურიერი არ წაიყონა იმ ჟურნალისტმა კი დაგაბწნევა მამი ის არა ქვია იმედი ჟურნალისტი რა ქვია სახელი აღარ მახსოვს ზუსტად არ მახსოვს ნინი ქვია მე მგონი ხო ნინი ხო გონი TikTok-ში ვნახეთ იმაში ინტერნეტში ვნახეთ მოგდაო ხალო ეცაძე წავიდეთ და ჩემმა ნახა მოგდაო
რა მოგდა ხალხო ვარკვევთ ამას რა მოგდა რის მოგდა კურიერი არ დაიწყო საწყალი და კურიერში ამოვიდა ვაი მეთქი საცოდავი გოგო რა ხალგაზრდა მოგდა თქო კურიერში გამოვიდა ხალხო ქრონიკაში კი რა გადაირი ვაი იმ ხელავზე ვიკივლე აგერ არის ქალი იცი რა ხელაზე იყვილე იმ ხელაზე ვიკივლე ხალხო რა ვიცი ხო დაი ასე მე ისა ანდღულ ისიც ხომ მოკლეს ვახო ბიჭი გაშვი და მე ნიშანდღულაძეს რაღაცა სჭირსო ვაიმე ესე იგი ჯერ ხო ნახევარი საქართველო მომწყვეტეს არა შეიძლება ჩემი სურათი რომ ამოვიდეს იმაში სადმე პლატფორმაზე და გათხოვდა ვარ დაიჭირა არ უნდა დაიჭირ გეფიცები სადღაც მე რა ვიცი ამოვიდეს შეიძლება რაღაცა სურათი ისა რა ქვია ან სიკვდილი მოგიგონო ან კიდე ვიღად ის არა ქვია ჰა ვიღაცას გავა ხო ვაიმე დედა რა არ უნდა გაგიკვირდეს ხალხო დღეს აღარაფერი უნდა გაგიკვირდეს უკვე ისეთ დროში ვართ აი გეუბნებით ხალხო ქალი მაშინ ამოგვიგდო მოგდაო და ტელევიზორში გამოვიდა სასაული ვაიმე დედა აგერ არ არისო მე რა ვიცი შენ აგერადეს მეთქი ასურათი სიდოკენ არ გადავიდი ვიძახოდი ვაიმე რა ცოდო რა ხალგაზრდა მოგდა თქო რა მოგდა ხალხო ტელევიზორში გამოვიდა აი რო წაიკითხავ შენ იმას როგორი ძნელი ხო აი მაგალითად შეიძლება ოჯახის წერვა ხო ნახოს არა ხო ნიკა ბერიძეა ერთი ტიქტოკერი და აქეთ თბილისში ცხოვრობს მუშაობს კიდეც და სწავლობს და იმის დედა ცხოვრობს იმაში ბათუმში ეხლა იმის დედა რო წაიკითხოს ნახოს ეგ რაღაცა და წაიკითხოს ხო უნდა ინერვიულოს სანამ გაარკვევს ხო უნდა დაემართოს რაღაცა გაგისკდება გული მოდი ახალ დავეშვიდავე წავედი ვაიმე ამა წვიტეს კი არა რა ვიცი ამა გალიჯეს და ამა დღლიზეს ნერვები breakdown-ში ვარდები ნამდვილად ხო და რა ვიცი მე ნახევარი TikTok-ი ამოწვიდეს ლამის ეხლა შეიძლება YouTube-შიც წამოვიდეს ვიღაცა ხალხო გეუბნე კიდევ ერთხელ გეუბნებით თუ ჩემთან სურათი ნახე მოგდაო ჩემი სურათი თუ ნახეს და მოგდაო არ დაიჯეროთ ხალხო კარგად ვარ ძალიან მშვენივრად ვარ ხალხო არ დაიჯეროთ მშვენივრად ვარ რო წაიკითხა ვიღაცაზე მოგდაო და მე ვიდეო რო შეგხვდება ვაი ვიდეო რო შეგხვდება იმის არ იყოს ტელევიზიის რა ვიცი მე აი რატო უნდა მოუგონო ადამიანს ეგეთი რაღაცა მარტო საქართველოში არ არის ეგეთი რაღაცები ყველგან არის გასულ გახდა კარგი მარტო საქართველოში მოდი ახლა დავამშვიდობ ჩვენ 2 საათი და გემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე აბაი დაბაჰო კარგად იყავით გაბედნიერდით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის აბაჰი დაბაჰო ხალხნებო ვეღარ ვთქვა ისენ ცხელა კარგად ბაი კარგი საღამო